ამ კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანთან დაკავშირებით დრამატული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზოგიერთი ქრისტიანული სოფელი ისრაელს თხოვს ანექსიას, რათა ჰეზბოლასგან დაცვა მიიღონ. მაგრამ ლიბანელი ადგილობრივი ოფიციალური პირები ახლა მკაცრად ეწინააღმდეგებიან ამ განცხადებას. ამბობენ, რომ მათ არასდროს უთხოვიათ ანექსია და სურთ ლიბანელები დარჩნენ. ქრისტიანული სოფლის კალათ აიუბის მერმა, როგორც იუწყებიან განაცხადა, ჩვენ არც ისრაელები გვინდა და არც ჰეზბოლა და ერთმანეთი მოკლან და ჩვენ თავი დაგვანებონ. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად ახლა არის გადამდგარი მაიორი შადი ხანული, კანური, ყოფილი ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში, ასევე გალილეის არამეული ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. შადი, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ i24 News-ის ინგლისურ არხზე, განსაკუთრებით თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით. თქვენ მსახურობდით ლიბანის უსაფრთხოების ზონაში. თქვენ ამ ლიბანურ ქრისტიანულ სოფლებიდან ბევრში ყოფილხართ. როდესაც ნეთანიაჰუს ესმით, რომ ზოგიერთი მათგანი ისრაელის მიერ ანექსირებას ითხოვს, ეს რეალისტურად გეჩვენებათ? კარგი, ხო, ამ კითხვაზე ორი კუთხით უნდა შევხედოთ. ერთი არის ლიბანელი, სირიაკი, მარონიტი, ქრისტიანი მოქალაქეები. ამათგან ამ რეგიონში სინამდვილეში დაახლოებით 5 მთავარ სოფელზე ვსაუბრობთ. კლეა, მარჯაიუნი, რმეიში, დეირბარი და აინ-ელ-ბალ. ეს სოფლები ძალიან ახლოსაა ისრაელის საზღვართან. ისინი ადრე ჰეზბოლას მხრიდან მუქარის ქვეშ იყვნენ, ისინი ახლაც გზნობენ ჰეზბოლას მხრიდან მუქარას, რადგან სოფლები ჯერ კიდევ არსებობს და მოქალაქეები იქ ცხოვრობენ და ისინი არ იყვნენ ჩართული ისრაელის წინააღმდეგ ომში. ჩვენ გავიგეთ, რომ ჰეზბოლას ტერორისტები ცდილობენ შური იძიონ მათზე, იმის გამო, რომ მათ არ მისცეს ტერორისტებს თავიანთ ქალაქებში შესვლის და ამ ქალაქების გამოყენების საშუალება როგორც ცოცხალი ფარი ისრაელის ქალაქებსა თუ ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის. ამ მიზეზით ჩვენ მოვისმინეთ ამ ქალაქების ზოგიერთი ოფიციალური პირი. მათ შორის მღვდლები სხვადასხვა ინტერვიუში ამბობდნენ. ზოგადად ისინი აფრთხილებდნენ ლიბანის მთავრობას, რომ თუ თქვენ მართლაც უარს იტყვით ამ უსაფრთხოებაზე, ამ ტერიტორიაზე და აღარ იქნებით ამ ტერიტორიაზე და თქვენ გაიყვანეთ თქვენი ძალები, ლიბანის შეიარაღებული ძალები ჩვენი ქალაქებიდან და ეხლა ჩვენ ისრაელის ქვეშ ვართ გაჭედილები, ხოლო ისრაელი ბევრად ჩრდილოეთითანაა მათი ქალაქებიდან. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ისრაელს დახმარება ვთხოვოთ. ეს სხვადასხვა ინტერვიუში მოვისმინეთ. ამიტომ არ მიქვის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ციტატები ან განცხადებები მესმის იმის შესახებ, რომ ზოგი ადამიანი ანექსიას ითხოვს. ისრაელის მხრიდან ვიტყოდი, რომ ამ ტერიტორიიდან არ დავიხევთ და რადგანაც ამ ტერიტორიიდან არ დავიხევთ, მანამ სანამ ჰეზბოლა განიარაღებული არ იქნება, მაშინ ეს ქალაქები ჩვენს პასუხისმგებლობაშია. თუ ეს ჩვენს პასუხისმგებლობაშია და ეს წარსულშიც ნახეთ და შემიძლია მადალითი მოვიყვანოთ ბოლანის მაღლობების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დრუზების ქალაქებზე. ჩვენ მოვახდინეთ მთელი გოლანის მაღლობების ანექსია. ამის ნებართვა არავისგან გვითხოვია. ეს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო და დღეს ეს დრუზების ქალაქები, მათი მოქალაქეები ისრაელის მოქალაქეები არიან. ასე რომ გვაქვს მაგალითი წარსულიდან და შეიძლება იგივე ამ რეგიონშიც შეიძლებოდა მომხდარიყო. და ეს კიდევ უფრო ადვილია იმ ქალაქებში, რომლებიც ძალიან ახლოსაა და ისრაელის საზღვარს ეკვრის. ზოგიერთი მათგანი ისრაელის საზღვრიდან მხოლოდ 1 კილომეტრის მანძილზეა. ამიტომ არ მიგვის, რომ მომავალში ეს მოხდება და რომ მე მათ ადგილას ვიყო, როგორც მარონიკი მოქალაქე, როგორც ის ქალაქები, ისინიაც მარონიტები არიან, ისრაელთან მიერთებას მოვითხოვდი. ბევრად უკეთესია ისრაელის ქვეშ ცხოვრება, ვიდრე ამ უბედურ ცხოვრებაში დარჩენა, სადაც ჰეზბოლა ემუქრება და ფედერალურ სახელმწიფოს ლიბანი ქვია. როცა ჰეზბოლას და მათ ნარატივს უყურებ, ისინი ხშირად ჩივიან, რომ ლიბანს ისრაელისგან იცავენ. როცა ანექსიაზე ან ისრაელის უსაფრთხოების ზონაზე საუბრობთ, ეს ჰეზბოლას ნარატივს აძლიერებს. არა, ესე არ ვფიქრობ. პირიქით. ამ მოქალაქეებს ჰეზბოლა ყოველთვის ემუქრება. ჰეზბოლას მმართველობის დროსაც კი ისინი დაჩაგრულები იყვნენ. გაგახსენებთ მაგალითად აინ-ელ-ბალში ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ლიბანის ბალანჩის ძალების პარტიიდან იყო,
ის ფაქტობრივად ჰეზბოლამ გაიტაცა და მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიტიკურად აქტიური იყო პარტიაში, რომელიც ჰეზბოლას წინააღმდეგია. ამიტომ ეს ადამიანები მართლაც ძალიან დაჩაგრულები იყვნენ და საკუთარ ქალაქებში სიცოცხლის შიშით ცხოვრობდნენ. ყოველდღიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ისე რომ საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრებაც კი არ შეეძლოთ. ამიტომ გეუბნებით, როგორც მათნაირი მარონიტი, მე მათ მოუწოდებდი, რომ ღიად მოეთხოვათ ისრაელთან მიერთება. რადგან ბევრად უკეთესია ქრისტიანად იცხოვრო ისრაელის მმართველობის ქვეშ, ვიდრე დარჩე ჰეზბოლას ტერორისტებთან შიიტებით გარშემორტყმულ გარემოში, რომლებიც ძალიან ტრულად არიან მათ მიმართ და შეიძლება შურისძიებაც კი სცადონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანები არიან, როგორც ეს ადრე 1920-იან წლებში გააკეთეს. და ისინი აინ-ელ-ბარიდან, ბინთ ჯბეილიდან მაგალითად შიიტი მუსლიმები დაესხნენ თავს აინ-ელ-ბარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურდათ ლიბანელები ყოფილიყვნენ და დიდი ლიბანის ნაწილი ყოფილიყვნენ. ამიტომ ბუაბს ეს შიში, ნამდვილი შიში ამ მოქალაქეების გამო. და მე ნამდვილად ძალიან ფრთხილად განვიხილავდი ამას. და მათ ადგილას შესაძლოა ანექსიას მოვითხოვდი და ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი გამხდარიყნე და ისრაელის მიერ დაცულიყნე. ძლიერი გზავნილი ჩვენს მეზობლებს საზღვრის მიღმა. გადამდგარი მაიორი შადი ხალილი. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობას გიხდით.